ილამშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვალელა ბაღდავაძე. მორიგი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე და მორიგი კრიტიკა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მართალია თუ არა ხალხი, რომელიც ბრაზობს და რომელიც ამბობს, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების დასახელება და არა ზოგადი საუბარი იმაზე, რომ გეგმა არის ერთობა. მაშ ასე გუშინდელი აქცია, რასაც ემატება მოშიმშილე თუ დაკავებული პოლიტიკოსები. დღეს ამით ვიწყებთ და ვიწყებთ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლო სიახლეებს. Koalitsiya ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა გვარამია საქმეზე განაჩენის სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება. საქმე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება. უცნობია დღევანდელ პროცესს დაესწრება თუ არა თავად ნიკა გვარამია. ასევე უცნობია მისცემს თუ არა ის ჩვენებას და ისარგებლებს თუ არა საბოლოო სიტყვის უფლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაზრახულობის ბრალდებით ცხელ-კვალზე 1963 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივნის ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშილაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 1986 წელს დაბადებული პირი დაჭრა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს, რის შედეგადაც უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. დაკავებული პირები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მაშასე ეთერშია დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ დავით და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობა. ბატონ დავით, მოდით გუშინდელი აქციის შეფასებით დავიწყოთ. ბევრი ხალხი იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მასშტაბური არაფერი გვინახავს. შესაბამისად, რას აჩვენებს მომიტინგეთა რაოდენობის დინამიკა, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება აქციის შინაარსს. წვავე კრიტიკა ახლავს კვლავ მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომლისგანაც ისევ უფრო მეც ელოდა საზოგადოება. მართალია თუ არა ხალხი, რომელიც ბრაზობს, საჭიროა თუ არა რაღაც სხვა და მოქმედების, ასე ვთქვათ, კონკრეტული გეგმის დასახელება. აი მაგ ბოლოთი რომ დავიწყოთ, გარკვეული სიმართლე არის იმათში, ვინც ბრაზობს და სიმართლე არის იმათში, ვინც უფრო მოთმენით არის განწყობილი, იმიტომ რომ სუბიექტურია ეს დამოკიდებულებები ხშირად, ყველას თავისი არგუმენტები აქვს. ჩემის აზრით, ახლა ქალბატონ სალომეს რაც შეუძლია, იმას აკეთებს. და ასევე ჩემი აზრით, თუ უფრო რეალისტები ვიქნებით და მომთმენები, უკეთესია, იმიტომ რომ გასაგებია, ყველაფერი გვინდა სწრაფად, ქვეყანაში არის არანორმალური ვითარება, ადამიანებს იჭერენ და თვეების მანძილზე ციხეს უშჯიან იმის გამო, რომ წულუკიანს არ ეახლნენ კომისიაში, რომელიც არალეგიტიმურია, კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე. ხო და ასეთ ვითარებაში გასაგებია ფრუსტრაციაც არის ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ბრაზიც არის, მესამეს მხრივ კი მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ საჭიროა ვიყოთ მომთმენები და ეს ბრძოლა ხანგრძლივადიანი იქნება, ესეც გასაგებია. გეგმა არის ერთობა, ეს პასუხი ესმის სალომე ზურაბიშვილისგან საზოგადოებას უკვე 9 წელზე მეტია. ვერ ამბობს სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტს, იმიტომ რომ უფრო მეტის გაკეთება არ შეუძლია. ამ დასკვნამდე მივდივარ. ნუ შეიძლება ასეც ვთქვათ, ახლა ერთობა არ არის ალოგიკური მოწოდება, გასაგებია რომ ზოგადია და ისიც გასაგებია რომ ვერა და ვერ გაფორმდა ეს ერთობა რაღაცნაირად, ხო? ნუ აი ესეთი საზოგადოება ვართ, პოლიტიკური სპექტრი, ასევე საზოგადოების სარკეა და ირეკლავს მას. ხო და თვითონ ქალბატონ სალომეს მე ვეთანხმები იმ აზრს, რომელმაც ასევე გაიჟღარა, რომ აქვს ერთადერთ გარკვეული ლეგიტიმიზმი ამ ქვეყანაში და ამას იყენებს საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე. აი ეს შეუძლია, იგი არ გარბის საფრანგეთში მაგალითად, სადაც შეეძლო ალბათ მშვიდად ეცხოვრა და დგას იქ, სადაც დგას. დაუფასოთ ეს გასაგებია მოთხოვოთ მეტიც, მაგრამ ამავე დროს გვესმოდეს, რომ რასაც აკეთებს, ესეც არ არის მთლად, ვთქვათ, ხელწამოსაკრავი. აი, რაც შეეხება აქციების მასშტაბს და მომიტინგეთა რაოდენობის დინამიკას, აი ჩვენ მართლაც ბევრს ვითხოვთ პოლიტიკოსებისგან, თუმცა
თვითონ ხალხი რამდენად დგას მოწოდების სიმაღლეზე, ამაზეც რომ გითხრათ თქვენი პოზიცია. ერთის მხრივ პლუსის მგონია რომ მაინც ამ აქციით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რომ საზოგადოებაში არის უკმაყოფილებისა და პროტესტის მუხტი, რასაც ნორმალური ხელისუფლებები უნდა ითვალისწინებდნენ ხოლმე. მეორეს მხრივ, რაოდენობა არ იყოს შეიძლება ისეთი შთამბეჭდავი, როგორც გვინახავს და ეს აჩვენებს ერთგვარ ფრუსტრაციას, რომ განწყობას, რომ შედეგი არ მოაქვს აქციებს, რა გავაკეთოთ, მაგრამ ეს უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაში არის, არსად არ გაქრება. და ეს მაინც იმოქმედებს ნელა, სწრაფად ხელისუფლებაზე და შესაბამისად ეს საერთაშორისო ვითარებაც ძალიან ცვალებადია, დინამიურია და რაღაც მომენტში ხელისუფლება მიხვდება, რომ მას არ შეუძლია ასე მართოს ქვეყანა, სადაც ამხელა უკმაყოფილება გააჩინა მან სწორედ. პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესში ერთ-ერთი რგოლი თუ ნაბიჯი იყო ეს აქციაც, მე ასე შევხედავ. ბატონ დავით, დაპატიმრებული პოლიტიკოსების გარდა და მათზე ჩვენ ვისაუბრებთ, უკვე ორი მოშიმშილე პოლიტიკოსიც გვაქვს და რამდენიმე წუთი ამ თემასაც დავუთმოთ. ელენე ხოშტარიამ პარასკევს გამოაცხადა შიმშილობა, მეორე დღეს უკვე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა გედევან ფოფხაძემ, ისე როგორც შიმშილობა დაიწყო სამა სამოქალაქო აქტივისტმა. რა მნიშვნელობის მატარებელია ამ ტიპის პროტესტი იმ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა დღეს იმყოფება? ანუ რა საქმეს აკეთებენ დღეს ელენე ხოშტარია, გედევან ფოფხაძე და ის სამი აქტივისტი, რომელიც როგორც თქვი, ამაში არის კეთილშობილებაც, არის თავგანწირვაც, ამავე დროს შეიძლება შეინიშნებოდეს გარკვეული უიმედობა იმ სიტუაციაში, რომელიც მოცემულ მომენტში ჩამოყალიბდა, პროტესტი, ყველაფერი ეს ისევე როგორც აქციებში ხოლმე აკუმულირდება ხშირად იმ შიმშილობის აქტებში, ეს ჩვენ ისტორიას ახასიათებს და ამ შემთხვევაში დაკავშირებული არის პირველ რიგში ელენეს სახელთან, მერე ყველა იმ ადამიანისა, ვინც თქვენ ახსენეთ უკვე, იგივე გედევანი და სხვები, ვინც შეუერთდნენ, ეს კიდევ ერთხელ გვანახებს ყველას, ვისაც თვალნი აქვს და ყურნი ასხია, რომ ქვეყანაში არ არის ნორმალური ვითარება. კარგი, ელენე ხოშტარიამ გუშინ მერაბ-მეტრეველის გაცემა პოლიტქალაქში თქვა, რომ პროტესტი მიმართულია მათ შორის იმ ოპოზიციური პარტიების მისამართით, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს და თქვა, რომ მზადაა შიმშილობას შეწყვიტოს, თუ კი ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ითქვის. ახლა ამ განცხადებას ქილიკი მოხდა ქართულ ოცნებაში, ოპოზიცია ოპოზიციას უწყობს პროტესტო და ამ ტიპის, ასე ვთქვათ, შეფასებები გვესმოდა მართლ პარტიაში. მართლაც ეს რა მდგომარეობა, ულტიმატუმი ოპოზიციის მხრიდან, ეს პოლიტიკაში რამდენად ახალი ხილია, მოდით ასე ვთქვათ. ჩემთვის მაინც ისევ ის არის გადამწყვეტი, რომ ესეთი აქტები, ესეთი ქმედებები აჩვენებენ ვითარების არანორმალურობას. და თუ ვინმეს რამის თავი აქვს, ამის განმუხტვაზე უნდა ზრუნავდეს და არა ქილიკობდეს. ხო და ახლა დანარჩენი კონკრეტული სიტყვა, მას რო ჩავეძიოთ, ეს მე მგონი მეორე ხარისხოვანია. დრამა არის იმაში, რომ ელენე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს საუკეთესო, მიდის ამ თავგანწირულ აქტზე. ხო, რაღაცისკენ მოწოდება უნდა იყოს ეს ყველა მიმართულებით. იგივე ხელისუფლება ზოგჯერ თავის თავში რო იხედებოდეს, არაწყენ და ნამდვილად და ამ დროს ქილიკი აჩვენებს, რომ ჯერჯერობით, ისევ იმოჯადოებულ წრეში ვართ, რომელშიც აღმოგვაჩინა ამ ხელისუფლებამ. ნახოთ მოახდენს თუ არა გავლენას ელენე ხოშტარიას, გედევან ფოფხაძის და სამი აქტივისტის შიმშილობა, როგორც ერთი მხრივ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებისკენ იყურებიან, ისე პირველ რიგში ქართულ ოცნებაზე, იქამდე კი გერმანიის ელჩმა მოინახულა ელენე ხოშტარია, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მოჰყვა და ამაზეც კითხავთ, ვინც და ციტატა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია, ეს გერმანელებსაც ეხებაო, პირველ ჯერზე ეს განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, ხოლო მას შემდეგ რაც გერმანიის ელჩმა უპასუხა, რომ ადამიანური ემპათია შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, პაპუაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და უკვე ასეთი რამ დაწერა, გერმანიის ელჩმა დაადასტურა, რომ ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატად მივიდა. სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზებაო, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. ვის ეშლება, როცა საქმე ეხება მოშიმშილეებთან ურთიერთობას? შალვა პაპუაშვილის მეგონი რიტორიკული
განსხვავებული კითხვაა ესა და პაპუაშვილის ეს პოსტები და გამოსვლები სულ უფრო და უფრო მაგონებს აი დიმიტრი მედვედევის ასე თქვა ზეპირსიტყვიერებას და რაღაცა სოციალურ ქსელებში აქტივობას. სრული არაადეკვატურობა არის ეს ყველაფერი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენ ვითარებას. ანუ საუკეთესო სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ქვეყნისა, ჩვენ აი თავისუფლებას ვაძლევთ, ჩვენ რა, ну ეს პაპუაშვილი ამ შემთხვევაში, რომ ესეთი ტონით ვილაპარაკოთ. არ არის ეს ნორმალური. და ელენე ხუშტარიას მიმართ რა დამოკიდებულებაც შეიძლება ნორმალურ ადამიანს ქონდეს, უკვე გამოვხატეთ ახლა. პერსონალურად გერმანიის ელჩი სხვა შორის არა მხოლოდ მოქმედი, არამედ ყოფილიც ძალიან ხშირად არის პერსონალურად ჩალვა პაპუაშვილის სამიზნე, ზოგადად უცხოელი ელჩები ხშირად ხვდებიან, ასე რომ ვთქვათ, პარლამენტის თავმჯდომარის პროგრამაში. აი რატომ არის, როგორ ფიქრობთ, უცხოელი დიპლომატების მიმართ ყველაზე ხისტი უშუალოდ ჩალვა პაპუაშვილი? რატომ გადაეკიდა ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და მეორე მხრივ, რამდენად სწორად გადაეკიდა ამ კითხვასაც დაგისვათ? სწორად გადაეკიდა, რამდენად ეშლებათ გამოხატულია ჩემი აზრით. რამდენად ეშლებათ უცხოელ დიპლომატებს? მაგალითად, თუნდაც მაშინ, როდესაც მიდიან და ესწრებიან საქალაქო სასამართლოში პროცესებს, აქციებზე დაკავებული მომიტინგეების თუ დაპატიმრებული პოლიტიკოსების საქმეში. დიპლომატებს ეშლება? ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში. პაპუაშვილი რას ფიქრობს, ეს არაადეკვატურია. ეს მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენის. უერთოდ იცით რა, ევროკავშირმა პრაქტიკულად არ აღიარა არჩევნების შედეგები. და საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობა მინიმუმზე აქვს დაყვანილი. აი უბრალოდ რაღაცნაირად სააუცილებლო რაღაცა კომუნიკაციას ინარჩუნებენ ძალიან დაბალ დონეზე. აქ ჩვენთან არ ჩამოდის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, რომელიც ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ერევანში, ჩვენსკენ კი გამოხედვაც არ უნდა, აი ეს არის მოცემულობა და ამ დროს სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, არის ავსებით ნორმალური. ანუ დიპლომატები აკეთებენ იმას, რასაც ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები უნდა აკეთებდნენ. ის ჩდება დიპლომატიის ჩარჩოებში. დიახ. კაცი, გადავდავით. რაც შეეხება დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს, ერთი კვირა გახდა, რაც მამუკა ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე დააპატიმრეს, ასევე ხვალ ერთი კვირა ხდება გიორგი ვაშაძის დაპატიმრებიდან. პატიმრობის განაჩენი დადგა ყველა საქმეზე, რომელიც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს უკავშირდებოდა. ამით რას ეუბნება ქართული ოცნება, არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ამაზეც რომ ვისაუბროთ. რაღაცა ისეთი არც თუ საეთერო კახური გამოთქმები მაგონდება. ნუ აი აცხადებს, რომ აი მე ესეთი ვარ, მე ესე ვიქცევი და მიმიღე როგორიც ვარ და ჩათვალე რომ ვარ მეფე. ანუ არ ეახლნენ, როგორც გითხარით, თავიდანვე წულუკიანს, არ დაუკმაყოფილეს ის უზარმაზარი ამბიცია და ზიზღი, რომელსაც ის აფრქვევს ოპონენტების მიმართ და ამის გამო ციხეში ჩასვეს. კანონიც შექმნეს შესაბამისი, ხო? კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ სამართლიანობა მყარდება ამით. კანონი შეიძლება იყოს ძალიან არანორმალური და ესეთი კანონების წყება არის ბოლო დროს საქართველოში მიღებული ამ ხელისუფლების მიერ და შესაბამისად, ადამიანები ამას აპროტესტებენ, მათ აქვთ სამართლიანობის სრულიად განსხვავებული და ბუნებრივი გზნობა და ამისათვის ისინი ისჯებიან. აი ამ პროცესის შემხედვარენი ვართ, ეს არის ტიპიური რეპრესიები სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. აი რეპრესიებზე საუბრობ, ბატონ დავით, ამ ბოლო დროს ხშირად გვიწევს ამ კითხვის დასმა, თუმცა მაინც რამდენად შედის ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესებში პოლიტიკური ოპონენტები ციხეში. ამით ძლიერდება ქართული ოცნება, აი პოლიტიკურად ამით რამდენად იგებს მართლობა. ავტორიტარიზმი არ არის რაციონალური. ნორმალური ადამიანი ავტორიტარი არ უნდა იყოს. თუ კი რაღაც გადახრები აქვს, ის უნდა გაასწოროს. ნუ გასაგებია პოლიტიკაში ისეთი მძიმეა ზოგჯერ ვითარებები, რომ ავტორიტარიზმი აქა-იქ თქო დემოკრატიისკენ მიდრეკილ ადამიანებსაც თქო აღმოაჩნდებათ ხოლმე, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის აი წმინდა წყლის ავტორიტარიზმი, როცა განსხვავებულ აზრს, განსხვავებულ ადამიანებს, ოპონენტებს ვერ იტან და გინდა რომ აი ისინი ან გადააქციო ჩვეულებრივ ყურმოჭრილ მონებად, ან მოსპო.
ამა თუ იმ ფორმით, ხო? ჯერჯერობით 37 წლის მსგავსი ფორმები არ არის მიღებული, მაგრამ რაღაცნაირად აი განცდა რჩება, რომ იქით მივდივართ. ჯერჯერობით ეს არის პატიმრობა, გაძევება, დახვედრა, დასჯა, ფიზიკურად ანგარიშწორება, ერთადერთი დახვრეტები არ არის. ხო, აი ამ კონტექსტში უცხოელი პარტნიორების განცხადებებსაც გადავავლოთ თვალი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებები და მათ წინააღმდეგ განაჩენი საქართველოს დემოკრატიას შლის, მაგალითად ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რომელიც სხვა კრიტიკულ შეფასებებთან ერთად დასავლეთიდან ისმის. აი დაახლოებით რამდენი წლიანი ნახტომი აქვს საქართველოს უკან წარსულში, რომელიც არც ისე კარგად გამოიყურება, ესეც მინდა რომ ძალიან დიდი, მე გვიან საბჭოთა პერიოდშიც არ მახსენდება ესეთი დამოკიდებულებები ოპონენტების მიმართ, როგორცაც აეხლა ეს ხელისუფლება ავლენს. ანუ იყო განსაკუთრებით გუმბარიძის დრო, როდესაც დიალოგის მეტი არაფერი მიმდინარეობდა ოპოზიციასა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის. იყო ექსცესები საქართველოს შემდგომ ისტორიაში, პოსტსაბჭოთა ისტორიაში 1000 გვარი, მაგრამ აი ესე მიზანმიმართულად შენ გინდოდეს, რომ ოპოზიცია აკრძალო, ყველა დაიჭირო ციხეში, ვინც ამ შენს აზრის და შენი სურვილების მიმდევარი არ არის, აი ესეთი მასშტაბით და ასეთი მიზანმიმართული ქმედებებით არ ყოფილა. კარგი, ბატონო დავით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაპატიმრებული და ამ კონტექსტში ნაციონალურ მოძრაობაზეც მინდა გკითხოთ. საგამოძიებო კომისია შეიძლება ითქვას ისე ასრულებს მუშაობას, ის რამდენიმე კვირაში დაასრულებს უკვე საქმიანობას, ამ დრომდე არ დაუბარებიათ გამოკითხვაზე წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებით დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან. არადა კომისია, როგორც ვიცით, თავდაპირველად შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ მოეხდინა გამოეძიებინა ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა და სახელი დაერქვა ამ ყველაფრისთვის. ამას რითი ხსნით, ამას რა ახსნას უძებნით, ესეც მინდა გკითხოთ. რატომ თქვენს უარი, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის და სხვა ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების გამოკითხვაზე? ალბათ თვითონ კომისიის წევრებს უნდა გკითხოთ. მთლიანობაში ამ კომისიის სულისკვეთება არის, რომ გაანადგურა ოპონენტი. რაღაცნაირად აი კანონიერი თითქოს და სახე მისცე რეპრესიებს. ხო, ანუ რაღაც ფორმალიზება მოახდინა უпростоრად რეპრესიების. და ეს ყველაფერი კეთდება კონსტიტუციური სულის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ არც არჩევნები ჩატარებულა ნორმალურად, რომ ეს პარლამენტი ვინმეს ეცნო და თვითონ კომისია შეიქმნა ისე, რომ მასში ოპოზიცია წარმოდგენილი არ არის, არა და მსგავსი კომისიები იგივე თქოთ ქართული კანონმდებლობით უნდა დგებოდეს და ფუნქციონირებდეს ოპოზიციის პრიმატითაც კი. ხო, შესაბამისად ეს არის აი ვისაც ძალა აქვს, ფული და იარაღი, ის ანგარიშს უსწორებს ამჯერად უკვე ვითომ და კანონებით ოპონენტებს. ეს ხდება და ეხლა თუმცა არა ნაციონალურ მოძრაობას ამ შემთხვევაში. ხომ არ შეიძლება როგორ არა ნაციონალურ მოძრაობას, აბა ვის წინააღმდეგ არის პირველ რიგში სწორედ ეს გაცხადებულიც იყო არის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ყველაზე ნაკლებად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დღეს მათთვის იცით რა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები მათ რიგებშიც არიან. ხო, მათთვის დღეს ზოგადად ოპონენტს ქვია ნაციონალური მოძრაობა. არც მე მგონი არაფერს ახალს არ ვამბობ ამითი, რომ მათთვის ყველა ლელოს ჩათვლით არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ხო, ესე ეძახიან და ეხლა ვინ დაიბარეს, ვინ არ დაიბარეს, ეს მათ უნდა კითხოთ. ბატონო დავით, იმ ფონზე როცა ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრეს ექსპერტთა წრეებში გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ოპოზიციაში უნდა გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი აღმოაჩნდებათ. ეს რამდენად რეალური გგონიათ ამის თაობაზეც რომ გითხრათ, ხა ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაშია გადატანილი, შესაბამისად ამ პროცესების კვალდაკვალ რატომ არ გამოიკვეთა, ყოველ შემთხვევაში აქამდე ვერ ვხედავთ, ხო, რატომ არ გამოიკვეთა ახალი პოლიტიკური ფიგურები. რა სირთულეები უშლის ამას ხელს? მგონი ამას არავინ არ კრძალავს, უბრალოდ საზოგადოებაში მაინც არის მოლოდინი იმისა, რომ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ეძებონ თავისი შესაფერისი ხარდაჭერის ობიექტი. ანუ აი ისინი, ვინც ჩანან, გარკვეული დროც ჭირდება ამას, გამოცდილება ჭირდება, ცნობადობა ჭირდება,
ახალ ადამიანს ყოველთვის ყველა ეჭვით უყურებს ხოლმე ეს რა ვიცი ბუნებისა და საზოგადოების კანონია რომ ესე მარტივად სრული სიახლე და გადახალისება არ ხდება. პასუხისგებლობა ახლა თავისი წილი მე მგონი ოპოზიციის ლიდერებს აქვთ და ციხეში ყოფნა მათიც ასევე პასუხისგებლობის გამოხატულებაა ჩემის აზრით, ისევე როგორც ელენეს შიმშილობა. უბრალოდ არის ეს ყველაზე ეფექტური გზა თუ არ არის, ამაზე რა თქმა უნდა დაუსრულებლად შეიძლება დავა და ნუ რა ვიცი, აი რაც არის ეს არის, როგორც ქართულ საზოგადოებას ვერავინ გამოცვლის მთლიანად, თუმცა ამის მცდელობაც აქვს ივანიშვილს. ხო, აი ესევე პოლიტიკურ სპექტრს ვერავინ ხელოვნურად ვერ გადაახალისებს. სხვაჩვენს გუშინ საუმ ზურაბიშვილმაც თქვა ქართულ ოცნებაზე გამარჯვება ვერ დადგება ვერც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით და ვერც შიმშილობით. დაეთანხმებოდით, რომ გამოსავალი რაღაც სხვა გზაში უნდა გამოინახოს. რა ცალკე შეიძლება ამ ყველაფერმა რაც მანახსენა თუ თქვენ იმეორებთ არ მოიტანოს შედეგი დღესვე, მაგრამ ეს კომპონენტებია, რომელიც რაღაცნაირად აი გროვდება, ვისაც როგორ შეუძლია ისე გამოხატავს პროტესტს. თავარი არის რომ საზოგადოებაში არის კრიზისული ვითარება. საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ ეს არის რეალობა და ახლა ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს. კრიზისის განუხტვა თუ ვინმეს გონია რომ ოპოზიცია საერთოდ გააქრო, ეს ასე არ მოხდება. კარგი, გიორგი გახარიაზეც მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, მან უცხოეთში ვიზიტის მიზეზით საქართველოს დატოვა, თუმცა არის ვარაუდი რომ აღარც დაბრუნდება. აი რა სჯობს, როგორ მოქცევა სჯობს ეს მინდა რომ მკითხოთ. ჩამოსვლა თუ დარჩენა იქ სადაც ახლა იმყოფება. რა გადაწყვეტილებით უფრო დაეხმარება თქვენი აზრით გიორგი გახარია ოპოზიციურ სპექტრსაც და მთლიანად ქვეყანას? ასეთ შეიძლება მოხდეს და ისეც. გააჩნია ვითარებას ხოლმე რა. არ არსებობს აქ უნივერსალური რეცეპტები, რომ ან ესე იგი უნდა ციხეში იჯდე და ეს ჯობია ყველას, ან უცხოეთში წახვიდე და იქიდან იბრძოლო და ეს ჯობია ყველას, ზოგჯერ ჯობია, ზოგჯერ არ ჯობია. გახარიას თავისი გზა აქვს, ისე ვიმეორებ, აი პატარა კომპონენტებისგან შედგება საბოლოო ჯამში ერთიანი სურათი და იქ ყველა თავის როლს შეასრულებს. მე შეიძლება მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ ეს უფრო ემოციური დამოკიდებულება იქნება, ვიდრე წინასწარი პროგნოზი, რომ აი რა მოიტანს შედეგს. ვერ გეტყვით. თუ მან აქტიურად იმუშავა იქ და რაღაცა ასე ვთქვათ ემიგრაციაში ცენტრი შექმნა პოლიტიკური, ერთმა ხელი მოუმართოს ამაში. ისე ვიმეორებ, აქ რაღაცა მორალური შეფასებების მიცემა არავისზე გარდა ქართული ოცნებისა არ მსურს. ციხეში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეუძლიათ იყვნენ პროდუქტიულები? კი, რა თქმა უნდა შეუძლიათ. მათაც შეუძლიათ იყვნენ პროდუქტიულები, გაქცეულ ადამიანსაც შეუძლია იყოს პროდუქტიული, შეიძლება არ იყოს. ნუ ციხეში ჩამჯდარი ადამიანი მორალურად უფრო წელგამართულია ვიდრე წასული ადამიანი. ჯაფარიძის, ვაშაძის, გვარამიას, მელიას, მეორე ჯაფარიძის, ირაკლი ოქროშვილის პატიმრობა არ შეიძლება შევაფასოთ როგორც პოლიტიკური ოპოზიციის განეიტრალება ქართული ოცნების? არა მგონია, არა. არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ასეთი შედეგი დადგეს, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ აი მორალურად მყარად მდგარი ადამიანი ციხიდანაც თამაშობს როლს. ხო? მის მიმართ საზოგადოების ყურადღება არ ნელდება. ხო? ასე რომ ესეც ფაქტორია. ფაქტორი, რომელიც გარკვეული წილის შემტანია, მაგრამ ზუსტად პროცენტი როგორ გითხრათ ამ წილისა, რა მოიტანს საბოლოოდ შედეგს, ნუ ამას ვერავინ ვერ გეტყვით, ხო? ყველაფერი ერთად აჩვენებს ისევ და ისევ კრიზისს, რომელიც განსამუხტია. ამ განმუხტვის რა გზები იქნება, ეს მნიშვნელოვანწილად ხელისუფლების გონიერებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ხედავ. გასაგებია, ბატონ დავით, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ უკვე სრულიად განსხვავებულ საკითხზე, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გააქტიურდა სახელმწიფო და რასთან შეიძლება გქონდეს საქმე, ამაზე მინდა ახლა გკითხოთ. დაკავებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, როგორც სუსის უფროსი არის ოხანაშვილი ამბობს, სწავლობენ როგორ აღმოჩნდა ასეთი დანაშაული სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა. ოხანაშვილის ეს განცხადება
კი შეფასდა როგორც გალაშქრება სუსის ყოფილი უფროსის გიორგი ლილუაშვილის წინააღმდეგ, ისე როგორც ირაკლი ღარიბაშვილის გაფრთხილებადაც ფასდება რომეო მიქაუტაძის დაპატიმრება, იქიდან გამომდინარე, როგორც ამბობენ, ის იყო ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი. ამბობენ იმასაც, რომ თორნიკე რიჟვაძის მიმართაც ასე ვთქვათ, არსებობს კითხვები და მასაც სთხოვენ მოპარული მილიონების დაბრუნებას, ისე როგორც აი ოპოზიციონერი ლევან ხაბრეიშვილის ინფორმაციით, ბიძინას კაცია შესული თვითონ თბილისის მერიაშიც. აი, რას უკავშირებთ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოს ასეთ გააქტიურებას და რა შეიძლება ხდებოდეს უკვე მართველი გუნდის კულუარებში? ბიძინას პირად დამოკიდებულებს და შიშებს დიდი ხანია ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა პოლიტიკური იარაღია ოპონენტების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში შიგნით ხდება რაღაცა შიდა კლანობრივი, შიდა სახეობრივი ბრძოლა დაპირისპირება და აი ვიღაცების მიმართ შეიძლება ეწოდეს და რატომ? საერთოდ ივანიშვილის სტილი იყო, რომ მუდმივად დაუპირისპიროს შიგნით თავის მომხრეებში რაღაც ჯგუფები ერთმანეთს. ვიღაცის მიმართ უცებ გაუჩნდეს განსაკუთრებული მიუღებლობა, გუშინდელ მეგობრებს დღეს ციხით ემუქრებოდეს და უშვებდეს კიდევ ციხეში, ასეთი რამეები მისგან ბუნებრივი არის, ეს მისი მმართველობის სტილია და ნუ ახლა რატომღაც ამოიჩემა აი ეს ხალხი, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, რატომ შეიძლება ისიც არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ფინანსების ხედავთ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს თუ ხედავთ ირაკლი კობახიძეს, რომელიც როგორც ამბობენ, იწყებს ღარიბაშვილის კადრების მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ნებართვით შეიძლება მან ეს ყველაფერი აკეთოს. შეიძლება მას თავისი ენთუზიაზმი აქვს ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში, ან გულისხმობი ირაკლი კობახიძეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ასეთ რამეებზე ის არ წავიდო და არც იმას გამოურიცხავ, რომ გარკვეული ფინანსური პრობლემები იქმნება ხელისუფლებაში, სახელმწიფოს მართვა ძალიან ძვირად ღირებული რამ არის, რაც არ უნდა თავს იწონებდნენ გაზრდილი ერთობლივი შიდა პროდუქტით, ხო? რა მექანიზმებით ეს კიდე ცალკე ეკონომისტებთან გასარჩევია, მოხდა ეს გაზრდა, მაგრამ ხო, თანხები დიდია საჭირო, არის უამრავი სოციალური ვალდებულებები, არის ვალდებულებები საკუთარი მომხრეების წინაშე. მათ ამ ვალდებულებებს უსრულებდნენ, მათ აძლევდნენ კორუფციის საშუალებებს, ეხლა დაერივნენ გარკვეულ ჯგუფს. შეიძლება ფული უნდათ, შეიძლება ამ ჯგუფში რაღაცა ნაკლები ლოიალობა შენიშნეს და ანგარიშს უსწორებენ. კი ბატონო. მადლობა ბატონ დავით სტუმრობისთვის, თქვენი შეხედულებების გაზიარებისთვის. დავით დარჩეშვილს ვემშვიდობებით. ახლა რეკლამა დღეს ნიუსრუმში, რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვაერთით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ვრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს პოლიცსაბჭოს წევრი თორნიკე ათქმელაძე. ამჯერად ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ თორნიკე და მადლობა რომ შემოგვიერთეთ. მადლობა მოწვევისას. ბატონ თორნიკე, მოდით გადაცემის ეს ნაწილიც გავხსნათ იმ სურათის შეფასებით, რაც გუში ვნახეთ რუსთაველის გამზერზე, გაიმართა მორიგი საპროტესტო აქცია, შეკრებილებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა როგორც მომიტინგეები, ისე ადამიანები, ვინც მის გამოსვლას სახლებიდან ადენებდა თვალს, ყოველ შემთხვევაში ნაწილი გაბრაზებული უფროა ვიდრე ასე ვთქვათ კმაყოფილი ხალხი ითხოვდა მეტს და გამოვიდა რომ მიიღო ნაკლები. პირველ რიგში რამდენად საფუძვლიანი გონიათ კრიტიკა, რომელიც ისმის სალომე ზურაბიშვილის და არა მხოლოდ მისი ზოგადად ოპოზიციის მისამართით და რა არის მიზეზები იმის რომ ოპოზიციური სპექტრი თითქოს საზოგადოების დაკვეთას ბოლომდე ვერ პასუხობს. მოგახსენებთ, კაპიტან სალომეს გუშტელი გამოსვლა იყო ძირითადი გზავნილი იყო ერთიანობისაკენ, ხომ? ერთიანობა არის ჩვენი აზრითაც სწორედ ის, რაც არის ერთადერთი გასაღები ამ რეჟიმის დამარცხებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ ჩვენ სწორედ ამისკენ გადავდგით ნაბიჯები და გვსურდა საერთო პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, სადაც 4 გამარჯვებული კოალიცია მოახერხებდა ერთად დაჯდომას, საუბარს და გადაწყვეტილებების მიღებას სხვადასხვა მნიშვნელობას აიგებდა. სამწუხაროდ ეს მაშინ არ გამოვიდა. დღეს
უпростоრად გუშინ ქალბატონი სალომეს განცხადება იყო ასევე ერთიანობისკენ მიმართული და ჩემი აზრით ეს არის სწორედ ის, რაც დღეს ჭირდება ოპოზიციას იმისთვის, რომ შეცვალოს რუსული რეჟიმი. რაც შეეხება მოლოდინები, ზოგადად არის ხოლმე ესეთი მოლოდინები, რომ რაღაც გეგმა უნდა იქნეს ნათქვამი, როდესაც დროში გაწერილი იქნება და ასე შემდეგ ვიტყვით, რომ აი ერთ თვეში ან სამ თვეში ხელისუფლებას შეცვლით, თუმცა ეს მოდი პირდაპირ თქვათ, არის შეუძლებელი, ხო? რა შეიძლება დღეს იყოს გეგმა? გეგმა შეიძლება იყოს ძალიან ნათელი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის ყველა გზა, რაც იქნება ჩვენს ხელთ, რა თქმა უნდა, გულისხმობ კონსტიტუციურ და მშვიდობიან მეთოდს. მხოლოდ ასე შეიძლება საბოლოოდ მივიდეთ იმ შედეგამდე, რაც თითოეულ ჩვენგანს უნდა დარწმუნებული ვარ, ეს არის რუსული რეჟიმის ცვლილება. ნებისმიერ ჩვენ არ გვაქვს დღეს იმის ფუფუნება, რომ რაღაც გარკვეულ ბრძოლის მეთოდებზე ვთქვათ უარი, რაღაც არ მოგვეწონა, რთულია, დამაზიანებელია და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში, სადაც ჩვენ შევძლოთ ივანიშვილის რეჟიმის დასუსტებას, იქ უნდა ვებრძოლოთ მას აუცილებლად. მაინც აქტუალურია კითხვა, უნდა გადახვიდეთ თუ არა სხვა ეტაპზე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, ვიდრე მხოლოდ იმის თქმა, რომ გეგმა არის ერთობა, იმიტომ რომ ეს ზოგადი განცხადება საზოგადოებას ესმის ნოემბრიდან მოყოლებული და ვერა-ვერ მიხვედით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ ერთობამდე. შესაბამისად, თუ გეგმა ერთობა, როდის იწყებთ ამ გეგმის განხორციელებას? ჩვენ ეს დავიწყეთ 8 თვის წინ ამ გეგმის განხორციელება და შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივი, როდესაც ბევრი სხვათა შორის მაშინ კილიკობდა კიდეც, რომ ალტერნატიულ პარლამენტს ქმნია და ასე შემდეგ. არა, ჩვენ ალტერნატიულ პარლამენტს არ ვქმნიდით და იქ კანონების მიღებას არ ვაპირებდით და კომიკურ პროცესს არ ვაპირებდით. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მაშინ შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, სადაც ერთის მხრივ საქართველოს პრეზიდენტი ხოლო მეორეს მხრივ 4 გამარჯვებული კოალიცია შეძლებდა ერთად საუბარს. სამწუხაროდ ბევრმა კოალიციამ ეს ფორმატი დატოვა და მე შეგახსენებ, რომ ბოლო პერიოდამდე პრეზიდენტის პლატფორმაში ერთადერთი კოალიცია, რომელიც რჩებოდა იქ, იყო ლელო ძლიერი საქართველო. ამიტომ ჩვენ არათუ საუბრობთ ერთობაზე, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ შეგვიძლია რომ ეს არის მიღწევადი. რაც შეეხება დღეს ერთობა არ შეიძლება ჩვენ გვესმოდეს, რომ ყველა გავაკეთებთ ერთსა და იმავეს. არა, ერთობა უნდა იყოს იდეის მიმართ. იდეის მიმართ, რომ ეს ხელისუფლება არის შესაძლებელი. როგორ და ყველა ფრონტზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არც ერთი კანონიერი მეთოდი არ უნდა დავტოვოთ გამოუყენებელი, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ მიდის, დღითი დღე რეპრესიულ მანქანას უფრო და უფრო ძლიერად ამუშავებს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ყველგან, სადაც ამას მოვახერხებთ. უტოპიურია თუ არა, მაინც მინდა ამ ერთობის გეგმაზე ჩაგეკითხოთ. უტოპიურად გამოიყურება და ჩანს თუ არა გეგმა, რომელსაც ქვია ოპოზიციურ სპექტრში ერთიანობის მიღწევა. იქნება თუ არა ერთობა? ალბათ ერთი მარტივი კითხვითაც შეიძლება ამ კითხვას პასუხი გაეცეს. აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებაზე გამარჯვება არ მოვა არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის და არც იგივე შიმშილობით, რაც გამოცხადებულია. აი ბოიკოტს თქვა ქალბატონმა სალომემ. რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა, მათ შორის არჩევნებზე ვაკეთებ აქცენტს იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი პარტია ლელო იყურება თვითმმართველობის არჩევნებისკენ, ანუ მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ფრონტი, ხო? კიდევ ერთხელ არის რამე ინიციატივა, საკითხი, რაზეც ოპოზიციაში არის ერთსულოვნება, ერთიანი ხედვა. ახლა რასაც უყურებთ, ეს ერთობა არ არის და ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ არც იქნება რომელიმე საკითხზე. მოდით ბოიკოტზე ვისაუბროთ მაშინ და არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, რადგან თქვენი კითხვაც პრინციპში ეს არის. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მხოლოდ არჩევნები იქნება პანაცეა ამ რეჟიმის დასრულებად. ეს არასდროს არ გვითხოვს და ჩემი აზრით ეს გამოჩნდა გუშინაც, როდესაც გავაკეთეთ ძალიან ფართომასშტაბიანი მსვლელობა მარში მარჯანიშვილის მოედნიდან და თქვენ ნახეთ თუ რამდენი ადამიანი, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიის წევრები და ჩვენი პარტიის ლიდერები იყვნენ იქ, ვინც რა თქმა უნდა არ არის ციხეში ის ლიდერები. ჩვენ არასდროს არ გამოვკლები ვართ პროტესტს და ვერავინ ვერ იტყვის, რომ რაიმე დავაკელით პროტესტს, ან როდესმე არ ვიყავით იქ წარმოდგენილი. პირიქით შეგახსენებთ იგივე ევროპის დღესთან დაკავშირებულ მარშს, 26 მაისის მარშს. ანუ რისი თქმა მინდა, იცით ამით პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი.
და ამ პროტესტმა მათ შორის მოიტანა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს აქვს შექმნილი სერიოზული დისკომფორტი სანქციების მხრივ. და ამ მასობრივი პროტესტის გარეშე ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამიტომ ლელო ძლიერ საქართველოს არ ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მოდი დავჯდეთ სახში და აღარ გვინდა პროტესტი. არა, პირიქით პროტესტი უნდა გავაძლიეროთ. და თვითმმართველობის არჩევნებს სწორედ აი ამ პროტესტის გაძლიერების ერთ-ერთ გზად განვიხილავთ, როდესაც მოდის კალენდარულად გარკვეული თარიღი და ჩვენ ამ თარიღს როგორ უნდა მოვემზადოთ? ამ თარიღის როგორ უნდა მოვემზადოთ? ისე, რომ ეს დაასუსტებს ერთის მხრივ რეჟიმს, ხოლო მეორეს მხრივ გააძლიერებს პროტესტს. ჩვენი აზრით ეს შესაძლოა იყოს არჩევნებში მონაწილეობა, განსაკუთრებით იქ, სადაც რეჟიმი არის ყველაზე სუსტი და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი არის მაგალითად დედაქალაქი. არადა განსხვავებულად ფიქრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში და ამ კონტექსტში რაზე ფიქრობენ, რომ მაგალითად ელენე თბილისში არ ხოშტარიას პოზიციაზე მინდა კითხოთ, ელენე ხოშტარია არის პოლიტიკოსი, რომელმაც რამდენიმე დღეს წინ შიმშილობა დაიწყო პარლამენტის შენობას და ისე როგორც ეს გააკეთა გედევან ფოფხაძემ და სამოქალაქო აქტივისტმა. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ანუ ერთგვარად თქვენი და გახარიას პარტიის მისამართიდაც არის მისი პროტესტი მიმართული. ახლა ქართული ოცნების მისამართი გვესმის განცხადებები, რომ მას არაფრად უმღირს ადამიანის სიცოცხლე. შესაბამისად, აი თქვენ რას აპირებთ ხოშტარიას ერთგვარ ულტიმატუმზე? თქვენი პასუხი რა იქნება? ხო, თუ ეს და თქვენს ულტიმატუმად აღიქვამთ, ეს არის ცუდი, იმიტომ რომ ჩვენს ოპოზიციონერ პარტნიორებს ულტიმატუმისკენ და არ ვესაუბრებით. გახსოვთ როგორ დაიწყო ეს პროცესი დაახლოებით 1 თვის წინ, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ მოდი ვიმსჯელოთ ამ საკითხს. ესაა ჩვენი მიდგომა, ჩვენ ულტიმატუმებს არ ვაყენებთ, მოდით ვიმსჯელოთ და დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა. რაც შეეხება ელენეს პირველ რიგში მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეტიც ჩვენი პოლიტიკური ძალა დგას სწორედ იმ იდეაზე, რომ ადამიანი არის ამოსავალი წერტილი სახელმწიფოსთვის და უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ ელენე თქვის, რომ რეჟიმის დასასუსტებლად მისი ეს ბრძოლა სწორია, რა თქმა უნდა, ის თავისუფალი ადამიანია და შეუძლია აირჩიოს ბრძოლის ეს გზა, თუმცა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც შიმშილობს და თვითდაზიანებას აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, მოგეხსენებათ, შიმშილობა ერთ-ერთ ზიანს, ვისაც აყენებს, არის ისე ამ ადამიანის ჯანმრთელობა, მე მექნება ნებისმიერ ასეთ ადამიანთან დღესაც, ხვალაც და მრავალი წლის შემდეგაც თუ ესეთ ფაქტი იქნება, ერთადერთი თხოვნა, რომ შეწყვიტოს ეს, გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას, გაუფრთხილდეს თავის სიცოცხლეს. ჩემი გზავნილი ეს იქნებოდა მის მიმართ. ხო, ეს ჯანმრთელობის კონტექსტში და რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში, არა მარტო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ყავს უამრავი პოლიტიკური ლიდერი დღესდღეობით ციხეში, ხო? ნებისმიერ ასეთ კრიზისის დროსაც განსაკუთრებით გვჭირდება, რომ ყველა იყოს ფორმაში, ანუ შეეძლოს ბრძოლა. შიმშილობის გამო ის ფიზიკურად ვეღარ იქნება, ხომ ამ ბრძოლაში სამწუხაროდ ისეთი აქტიური, როგორი აქტიურიც ჩვენის გვახსოვს. ამიტომაც ჩემი აზრით ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც შეუძლია მას რეჟიმი დაასუსტოს, თუმცა ერთადერთი რაც მე მას შემიძლია ვუსურვო, არის ის, რომ ხნეთ იყოს და ჯანმრთელობას უსურვებ. რაც შეეხება გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, ეს ესე ვერ იქნება, რომ თქვათ, ესე როგორც თქვენ ახსენეთ, ულტიმატუმით ვესაუბროთ ერთმანეთს, ხო, ეს არც მიმაჩნია სწორად და არ ვიცი, შესაძლოა ეს არც იყოს მისი მთავარი მიზანი. თუ ეს არის მის მთავარი მიზანი, ძალიან ცუდი იქნება, ხო, ოპოზიციონერს შიმშილობით არ უნდა ესაუბრებოდეს, ალბათ დამეთანხმებით თამაში. კარგი, მოშიმშილე პოლიტიკოსებს ცოტა დრო დაუთმეთ, ახლა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებზეც ვისაუბრეთ, მე ვთქვი, რომ რამდენიმე მათგანს პარლამენტში შექმნის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს ხელმეორედ ელოდებიან, მათ შორის არის თქვენი პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ისე როგორც გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია, თუმცა როგორც უკვე ითქვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, არც ამჯერად ითანამშრომლობენ საგამოძიებო კომისიასთან. შესაბამისად, მათი ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ წინააღმდეგ სავარაუდოდ აღიძვრება ახალი სისხლის სამართლის საქმეები და არ ვიცი, შესაძლოა იმაზე დიდხანს მოუწიოთ საბოლოო ჯამში ციხეში ყოფნა, ვიდრე ეს არის ახლა შეფარდებული 7 და 8 თვე. შესაბამისად, რამდენად აწონილ-დაწონილი არის რისკები და ამ გადაწყვეტილებით ხომ არ ზარალდება ისევ ოპოზიცია? მოდი დავიწყოთ ასე. გავიხსენოთ გახარიას შემთხვევა. გიორგი გახარია მივიდა საგამოძიებო კომისიაზე. გამოცხადდა დაუსვა კომისიამ კითხვები, ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიამ, უპასუხა და შემდეგ ორ თვეში დაიწყეს ისეთი საქმის
ბოდიში ტერმინისთვის შეკერვა, რომელიც გაცილებით უფრო დიდ პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენ და გვესმოდეს, რომ რეჟიმს ახლა აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველა ვისაც მიწვდება დაიჭიროს და ჩასვას ციხეში. ამ ფონზე მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ რას გავაკეთებთ. ანუ მიხვალ თუ არ მიხვალ, ჩაერთვებით თუ არ ჩაერთვებით, თუ კი ხაზარაძის წინააღმდეგ ახალი საქმის აღძროა გადაწყვეტილი ეს საქმესთან დაკავშირებით იყო თუ გახსოვთ დაბარებული მამუკა და ბადი. ეს პირველი საქმე მინდა საზოგადოებას გავახსენოთ და თქვენს მაყურებელს იყო დაახლოებით 15 წლის წინამდე რაღაც ბიზნეს გარიგებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ადამიანი ყავდათ მოყვანილი, მის სახელდაგვარი არ მახსოვს, უბრალოდ ამ ადამიანმა ბოლოს ისიც ბრალი ვის დაასდო და ვისწაუყენა ისე პროკურატურას და ისე ამ ხელისუფლებას. ანუ ამ დონის კომიკურ საქმეებს კერავენ. იმიტომ რომ როდესაც ერთის მხრივ ქონდათ თქვა ფულის გათეთრება, რომელიც ამავე სასამართლომ უთხრა რომ არ იყო ფულის გათეთრება და 3 წელი ტყუილად დაატარებდნენ სასამართლოში, ახლა დაიწყეს ეს მოგონილი ბრალდებები, ეს უნდა გვესმოდეს. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რას გავაკეთეთ, რეჟიმს სურს რომ ჩვენ დააპატიმროს აქტივისტები ერთის მხრივ, პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, ყველა ვინც გამოთქვამს განსხვავებულ აზრს. ჩვენ ვართ ამ რეჟიმში. ამიტომ მივა თუ არ მივა, თუ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული და აკავონ, ამას ისინი გააკეთებენ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ამაზეც მინდა საზოგადოებას უფრო მეტი ვესაუბრო თქვენის ნებართვით. თუ რატომ არის ეს საგამოძიებო კომისია სრული ბუტაფორია. ერთის მხრივ მესმის რომ ეს პოლიტიკური შეფასება შეიძლება იყოს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და შესაძლოა ვიღაც გვეთანხმებოდეს, ვიღაც არ გვეთანხმებოდეს, თუმცა უმეტესობა ქვეყნის შიგნით და გარეთ ამაზე გვეთანხმება, ხო? დავანებოთ ამას თავი. საქართველოს აქვს ესეთი აქტი, კონსტიტუცია ქვია მას და იმ კონსტიტუციის 52 მუხლში წერია პირდაპირ, რომ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრთა ნახევარი სულ მცირე უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. დღეს რამდენი ოპოზიციონერი ზის? აი სამი მათგანი, ვინც იგზის, დატოვა ქართული ოცნება და დაირქვეს ოპოზიციონერი, თუმცა 5 დღესაც კი ოფიციალურად ქართული ოცნების წევრია. ანუ ფორმალურ კანონიერებასაც კი არ აქცევენ ისინი ყურადღებას და პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევითაა ეს კომისია შექმნილი. რა თქმა უნდა, ეხლა რაღაც 8 ადამიანი თუ დაჯდება და დაუძახებს მეცხრეს მოდიო და ის არ მივა, ეს არ შეიძლება იყოს ის თუმცა რასაც არ უნდა ამბობდეთ თქვენ და სხვა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ქართული ოცნება კანონმდებლობის მაინც იმ ჩანაწერზე აპელირებს, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ გამოცხადება. ხო, მაგრამ რა არის საგამოძიებო კომისია? ეს ამას რო კონსტიტუცია ამბობს, რა არის საგამოძიებო კომისია? ეს არ არის საგამოძიებო კომისია. 8 დეპუტატი დაჯდა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს საგამოძიებო კომისიად. ეს ერთი. მეორე, იცით რა არის? მე რამდენადაც ვიცი, თითოეულმა მათგანმა მიიღო თია წულუკიანის წერილი. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს. არც ერთ შემთხვევაში არ არის ამ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება საქმეებში. ეს ხომ საბავშვო ბაღი არ არის, არა პარლამენტის ორგანოა და თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, 8-ს მონაწილეობით უნდა ყოფილიყო ესეთ გადაწყვეტილება მიღებული. ანუ მე თქვენ ჩამოგითვალეთ მთელი წყება სამართლებრივი ლაფსუსებისა, რომელიც აქვს ამ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიას, ამიტომ მასზე გამოუცხადებლობა სამართლებრივად არ შეიძლება იწვევდეს პასუხისმგებლობას და თუ იწვევს, აქაც მნიშვნელოვანია საზოგადოება მიცოდეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდაყოფათა კოდექსშიც კი იგივე მუხლი წერია და ჯარიმით უნდა სრულდებოდეს. ამიტომ სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარი უბრალოდ აღარ შეიძლება ამ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მათ აღარ აინტერესებთ ეს. კარგია რომ ეს განმარტეთ, მით უფრო რომ თქვენ იურისტი ხართ, ხო და ხაზარაძის ადვოკატიც გარდა იმისა, რომ პარტიას წარმოადგენთ. ბადოთორიკი, აი ჯამში ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და რეზიუმე რომ გავაკეთოთ იმ ყველაფრის, რაზეც საუბრობდით. მივიღეთ ვითარება, როცა ხელისუფლებამ შეძლო და გარკვეულწილად გაანეიტრალა აქციები, ფაქტობრივად დაშალა ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში ყველა აქტიური პოლიტიკოსი, რომლის კრიტიკული ხმაც ისმოდა და გვესმოდა ყოველდღიურად დღეს ციხეშია, არასამთავრობო ორგანიზაციებს დახურვა ემუქრებათ, ისე როგორც მედიას შეზღუდვები დაუწესდა და შემოიღო და კვლავ შემოაქვს მთელი რიგი აკრძალვები, სხვა ტიპის აკრძალვები, რომელიც ეხება მათ შორის რიგით მოქალაქეებს, ხო, პროტესტში მონაწილე ადამიანებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯამში, როგორ გამოიყურება დღეს ქართული ოცნება, რომლის შეცვლასაც ოპოზიცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან ერთად ამდენი თვეად ცდილობს. კიდევ უფრო ხომ არ გაძლიერდა იმის ნაცვლად, რომ შეირყეს მისი პოზიციები? რასაც ვხედავ, ნამდვილად არ არის გაძლიერება, რაც ქართულ ოცნებაში ხდება. თქვენ ხედავთ ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს არ იშურებენ, მათ შორის ირაკლი ყობახიძე იყო გამოსული რამდენიმე დღის წინ და
განაცხადა, რომ თურმე იყვენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც კორუფციაში არიან თურმე ჩაფლულები, როდესაც ამაზე ოპოზიცია და მედია საუბრობდა ხან Deep State-ის, ხან გლობალური ომის პარტიის, არ უნდა კიდე ამერიოს რას გვაბრალებდნენ, იმიტომ რომ ესეთი შეთქმულების თეორიები მრავლად აქვთ. ამას გვაბრალებდნენ, რომ მათი დაკვეთით საუბრობდით ამაზე. ქართული ოცნება ნამდვილად არ გამოიყურება დღეს ძლიერად. მეტიც პოლიტიკოსების დაკავება და სატუსაღოში ჩასმა პირიქით სისუსტის მანიშნებელია. ისინი რომ ძლიერად იყვნენ, არ შეეშინდებოდათ ამ პოლიტიკოსების გარეთ ყოფნის. რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ, რომ მათ ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორია, მათ შორის არაღიარების პოლიტიკაში, მიღებულია უკვე ერთ პალატაში მეგობარი აქტი და იმედია მალე იქნება უკვე სენატში მიღებული და პრეზიდენტიც მას მოაწერს ხელს. ხედავთ ევროკავშირის კვეთრ და მკაფიო განცხადებებს, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და იქ ხედავთ ჩვენ რომ ასევე სანქციებზე მიდის საუბარი, უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედს, რომ ნებისმიერ ქმედება რაც იქნება ევროკავშირიდან, იმედი მაქვს, რომ დააზიანებს რეჟიმს და არ დააზიანებს ქართულ ხალხს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არის ის, ვინც დგას ქუჩაში და იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და იმედი მაქვს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთი მათი გადაწყვეტილება ამ ქართულ ხალხს არ დააზიანებს და მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, ჩვენ უნდა მივხვდეთ და გავიაზროთ, რომ ვინც როგორ შევძლოთ, ისე უნდა ვიბრძოლოთ, ნებისმიერი ლეგიტიმური ბრძოლის ხაზი არის სწორი, სადაც შევძლოთ ქართული ოცნების დასუსტებას და ზიანის მიყენებას მათთვის, იქ უნდა მივაყენოთ ზიანი, მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენ ეს ხელისუფლება გავისწოროთ. კიდევ ერთი უკვე ბოლოს თქვენ ირაკლი კობახიძის განცხადება ახსენეთ კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხზე და მოდით აი ამ თემაზე ჩაგეკითხებით და ეს იყოს თან ბოლო საკითხი, რომელსაც დღეს შევეხებით. ქართული ოცნება მართლაც გააქტიურდა ბოლო პერიოდში, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ისე ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ერთი მხრივ დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მეორე მხრივ ლამის ყოველდღიურად იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგები და გვეუბნებიან, როგორ გამოავლინეს და დააპატიმრეს არაერთი ნარკორეალიზატორი. აი რით იხსნით ორივე მიმართულებით ასეთ აქტიურ, ასე რომ ვთქვათ, გალაშქრებას, მაშინ, როცა როგორც ამბობენ, კორუფციაც და ნარკოტიკებიც ქვეყნისთვის დიდი ხანია მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მხოლოდ იმით ხსნი, რომ ახლა ეს დასჭირდათ, რომ მოიგონ კორუფციასთან და ნარკორეალიზატორებთან მებრძოლის მანტია და ისე ესაუბრონ საზოგადოებას. რაც შეეხება კორუფციას, ხო? კორუფციასთან დაკავშირებით წლებია ჩვენ პირდაპირ არათუ ვეუბნებოდით ხელისუფლებას. შემიძლია გითხრათ, რომ 33 კანონისგან შემდგარი პროექტი ევროკავშირის დახმარებით შედგენილი 3 წლის განმავლობაში ედოთ თაროზე. პარლამენტში ყოფნის დროს პირდაპირ ვეუბნებოდი თუ რა უნდა გაეკეთებინათ მათ იმისთვის, რომ კორუფცია რეალურად აღმოფხვრილიყო ამ ქვეყანაში. მათ შექმნეს რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო, რომელიც იმას აკეთებს, რასაც დაავალებს ხელისუფლება, ხო? ამის ფონზე ჩვენ არ უნდა გქონდეს შტაბ-ჭრილება, რომ ისინი რეალურად ებრძვიან კორუფციას. მაშინ ისმება კითხვა, ხო, მაგრამ რას აკეთებენ? იქ არის სერიოზული შიდა კლანური დაპირისპირება. როგორც ჩანს, ახლა ერთმა კლანმა მოიპოვა გარკვეული უპირატესობა და ცდილობს მეორე კლანი გაანადგუროს მათ შორის ამ კომპრომატებით, მათ შორის ამ კორუფციაში ყელამდე ჩაფლული ადამიანების გამოყენებით. ჩვენ ხო ვიცით არა, ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბორცს იყენებდა შვილის გადასაფრენად სხვა ქვეყანაში, იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ამ საკითხზე დღემდე არ არის პასუხი გაცემული, ხო? სანამ ესეთი საკითხები არის ღიად დატოვებული, ახლა როგორ შეგვიძლია ვინმე დავიჯეროთ, რომ ესენი ებრძვიან კორუფციას, რაც შეეხება ნარკორეალიზატორებს, ხო? ეს არის უდიდესი პრობლემა, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანადგურებს ქართველ ახალგაზრდობას. ეს ხო გუშინ წინ არ დაწყებულა რა. ჩვენ ხო ხედავთ ამ ადამიანებს, ხედავთ ყოველ დღე, ვთქვათ, როგორ სადაც ეძებენ რაღაც, ხო ამას ხო ხედავთ ყოველ დღე ადამიანები, როდესაც რაღაცებს ეძებენ მინდვრებში და ასე შემდეგ, ხო? ან ნებისმიერ სადარბაზოში გამოხვალ და ხედავთ გამოყენებულ ნემსებს. ეს რომ ხელისუფლება ამდენი წელია იცის, რა გააკეთა, ან ამ ადამიანებს რას თავაზობს, როგორ დაეხმარება, რა პროგრამები შემოიტანა, ვთქვათ, გულისხმობ, რა თქმა უნდა, ნარკოდამოკიდებულებს, ხო, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყველა მიცის, რომ ნარკოდამოკიდებულებს სურს რომ დავეხმაროთ, ხოლო რეალიზატორები უნდა დაისაჯონ. ანუ მინდა საზოგადოებას ესეც უთხრა, რომ
არ უნდა დავიჯეროთ მათი ამ ბრძოლის, არც კორუფციასთან, არც ნარკორეალიზატორებთან. მე პირადად ამის არ მჯერა, იმიტომ რომ მათ რომ ეს სურვილი ქონდათ 13 წელი ქონდათ. ეხლა ეს არის მხოლოდ შიდა კლანური ბრძოლა, სადაც ერთმა კლანმა მოიპოვა უპირატესობა და ცდილობს რომ მეორე რაც შეიძლება დაასუსტოს. მადლობა ბატონ თორნიკე, იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი. თორნიკე ართმელაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ლელოს წარმომადგენელი. ეს ნოსრომი ამით დასრულებული, ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით ნახევარს.